უნდა თუ არ უნდა გაეხარება თუ არ გაეხარება გვარდიის ბუძეზე შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს ბატონ პრეზიდენტ ბიას გამსახურდიის განებულებით შეიქმნა ეროვნული გვარდია. მაშინ შეიძლება იყო 20 დეკემბერს 15-20 კაცი, მაგრამ 91 წლის დასაწყისში უკვე ჯარი იყო. და მაისში 26 მაისს ჩვენ სტადიონზე ფიცი დავდეთ, მაშინ იყო უკვე 14,000-მდე ქართველი ჯარისკაცი. ჩვენ გვიამაყებოდა ქუჩაში რომ გავდიოდით, რომ უნდებოდა ხალხი და ზოგან ტაშიშ დახვდებოდნენ. ჩვენ გვიამაყებოდა მაშინ რომ გვარდიელები ვიყავით. მე რა მიტოდა ჯარში კაცო, სახში ვიჯექი პენსიონერი ვიყავი, კვლევით ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიყავი, ყველაფერი კარგად ამქონდა, მაგრამ რო დაიწყო მოვლენები, როგორ კადრის ოფიცერს სახში რა დამაჯენდა, სრემლი მომდიოდა რომ ახალგაზრდები იღუპებოდნენ. აი ასეთი ბიჭები ას უყელგან პატრიოტები, ვინც პირველად ჩადგა ერის სიყვარულში, ერის სამსახურში. ახლა სხვანაირი იმპროვიზაცია არის ამ გვარდიელებზე, ლაპარაკი სხვანაირია, მაგრამ მაშინ ხო კარგი იყო, რომ არავის არ დაეჩაგრა ქართული ერი, რომ ჩავდექით პირველები ქართველი ერის სამსახურში. ეს ავიწყდება სულ ყველას. დავდექით და ჩვენს ბუძეზე შეიქმნა გვარდია. კარგები ვიყავით, ცუდები ვიყავით, თქვენი მოწოდებით ჩავდექით ყველა ერის სამსახურში. თქვენი სიყვარულით ჩავდექით ყველა ერის სამსახურში. იმ ბატონ პრეზიდენტის მოწოდებით ჩავდექით სამსახურში. საქართველოს სიყვარულით ჩავდექით ჩვენი ერის სამსახურში. ჩვენა ვართ პირველები, ვინც არ მინდა ჩვენი ძმები იყო, ყველაფერი იყო, ახლობლობა გვაკავშირებს. ვინც პირველად შევახეთ, ოსეთის კარიბჭე ავიღეთ და ბატონ პრეზიდენტს მოახსენეთ. პრეზიდენტი არა, შევარდნაძეს. მაშინ უკვე შევარდნაძე იყო, რომ ნება მოგვეცით ბოლომდე გავიდეთ. მოვიდა განკარგულება, თუ უკან არ დაბრუნდებით, ყველას დაგაპატიმრებთ, ყველას ასე და ისე. აგერ ამ ხავს მოწმე ჩოლოხაშვილიდან იმ წუთში ავიხურეთ ქუდები და წამოვედით თბილისში. ასე იყო აფხაზეთში. გვინდოდა ბოლომდე გასვლა, არ მოგცეს ნება. მე იყო დრო რომ ვეუნებოდით, იტყვება აფხაზეთი. არავით არის მშვიდობიანი ისა, ჩემი გამოსვლა თუნდაც მოიწმინეთ რადიოში, ღმერთმა ქნას ასე ვამთავრებდი ჩემ სიტყვას. სოხუმიდან გადმოცემა იყო. ღმერთმა ქნას რომ ჩვენმა პოლიტიკამ გაამართლეს, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება. გამოვიყვანეთ ჯარი და შევიყვანეთ გამოყვანილი ჯარის 20% აფხაზეთი. ამ წუთში მთელი გვარდია, მთელი ჩვენი შეერაღებული ძალები მზად არის, ერთი დანება მივიღოთ, აბა ვნახოთ თუ ვინმე წინ დაგვიგება. ათე ვთხოვთ, ფეხი ათემი ადივიცეთ. ჩვენი ბატონი ჯემალ ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეინარჩუნა ეს გვარდია, ბატონმა ჯემალმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, შეინარჩუნა ეს გვარდია თავისი ბრძოლით, თავისი ვასკაცობით და დღეს თქვენთან ავართ, როგორც რეზერვისტები, ასე ჩაგთვალეთ გაჭირებაში ყველაზე ადრე, ყველაზე პირველი წინგამსვლელი. გვარდიელებო, გადღეძელობ, თქვენი თამადობით თელ გვარდიელს ვადღეძელებ. პერსონალის ადღეძელებო აქ არ იქნება. ღმერთმა კარგად გამყოფოთ თქვენი ოჯახებით, სულ გამარჯვებით გევლოთ წინ. აგემარჯვეთ ბიჭებო. გვარდიას გაუმარ! ჯობს! აუმარ! ჯობს!